რეფორმა ილოცვა და მისი მოსაყეც გადარჩა. ეს ორ ტექნიკა შეიძლება სტაბილიზიროს. მოდის ლოცვა და მეოქება უდიდესი შეიძლება დამხმარეა ადამიანისა. თუ ადამიანს ეკნება სარწმუნოება. დასამოს უფალი სარწმუნოებისა შეიძლება მეგობრებს, როდესაც ადამიანს უნადა. თუ უფალი იყო და სარწმუნოება, ეკლესიაში ყველაფერი სარწმუნოებით ხდება. მაგრამ არა მშრალი სარწმუნოებით, სიყვარულთან შესაძლებელი სარწმუნოებით. სიყვარული რატო გჭირდება, ჩვენ ისთვის გჭირდება? განა იმისთვის, რომ რაღაცაში დავწუნდეთ, არა, ჩვენ დაწუნებული ვართ. რაც წამს, ის გჯერა. მაგრამ ვერ აღვასრულებ თუ სიყვარული არ გვექნა. და სიყვარული არის აუცილებელი რისთვის, რომ ჩვენი გული გაფართოვდეს. ღვთისმადლი დაიგოს, ღვთისმადლი იყოს მაშინ უსაზრო, რომ ჩვენს წინააღმდეგ გადაშკებულ ბოროტებაზე გაიმარჯვოს. სხვა შემთხვევაში ამას ჩვენ ვერ შევძლებთ. თუ არ იქნება სიყვარული, ბოროტებას ვერ დავამარცხებთ. ბოროტება ეს არის უდიდესი სიზურვილი. ეშმაკი ადამიანებს ასწავლის თავის მოსაყენებს სიზურვილს, ქრისტეს სიყვარულს. ვინც როგორ მოიქცევა, იმას და იმის მოსაყენი იქნება. შევიყვარებთ ღმერთს და შევიყვარებთ მოყვას, ამიტომ არის რომ მითეორიკული ოდესი სიკეთე ადამიანისა. ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რატომ მოგესწონებს ზოგჯერ შეიძლება ადამიანების გული. ვიღაცამ ყურადღება მოგაქცია, ვიღაცამ არ დაგვაფასა, ვიღაცამ კარგი სიყვარული აქვს, ვიღაცამ გამიკითხა, სულდა მომექცა, ზურგი გვაქცია. თუ ადამიანი მოიხსენს და სპეცი უყურადღებობას, მაშინ ღმერთი მიაქცევს მას ყურადღებას, რაიმე სამოდის მიდამატებს. აიჩი რომელი გინდა, ღმერთო მოგაქცევს ყურადღება თუ ადამიანი. თუ მოგაქცევს ადამიანი ყურადღებას და კაც თითქმის მადლობა შესწირე ღმერთს. ნახეთ, დასავლოს ერთ-ერთი წმინდა მამა, ანგელოზები არასოდეს არ გამგარან უფლისაგან, ყოველთვის უფლის ბრძანებას აღასრულებენ, მაგრამ ერთი წუთსაც არ უფიქრიათ, რომ რაღაცა განსაკუთრებულ საკეთებენ. მათ უხარიათ უფლის მსახურება. და შენ ადამიანი, რომელიც მრავალი სორვა გაქვს, როგორ შეიძლება თავი აიმაღლო? ანგელოზები შენზე მეტად დაბალნი არიან. თავის აზრებში და თავის ფიქრებში. და შენ ადამიანი, რომელიც სოდის, მრავალი სოდის მოქმედი ხარ და ჩამდენი ხარ, ისე ადვილად შეიძლება საკუთარ თავს მიაწერო რაღაც განსაკუთრებული ღირსებები. რომელი ღირსებების შედეგად რა თქმა უნდა ეს არის ფსევდო ღირსებები ადამიანის შეფერდება საფრთხო მადლი და მე მრავალწოდას ჩადის. მადლის გარეშე ჩვენ ბოროტების ჩამდენი ვართ. ბოროტების გარეშე გარდა ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ღვთის მადლის გარეშე. მაგრამ თუ ღვთის მადლი იქნა, ადამიანს ბოროტებას დავამარცხებთ. ამიტომ თავდაპირველად ვლებებთ უფალს და მოგვიანებით მადლის სული საწმისა, უძულთა კურნალი და ნაგებად აღასრულებთ. მე თქვა დაგლოსო. თქვენთან ერთად მამა. თქვენთან ასე.